კოცი ამერიკას მიდიოდა. რა მეკონდა, რა მოხონდა. წაიღო ტიპი, რომელსაც მარტო თვითონ უწოდებს პრეზიდენტს. ალაპარაკა რაღაც ცარიელი წინადადებები და წამოიღო უკან. წაიღო ქალი, რომელსაც მხოლოდ თვითონ უწოდებს საგარეო საქმეთა მინისტრს და თავარ ღონისძიებას, რომელსაც ჩვენი წამწამიანი წარმომადგენელი უნდა დასწრებოდა, მაკაბოჭორეშვილი არ დაპატიჟეს. არა და ალბათ სპეციალური კაბაც ქონდა ნაყიდი ქალს საღამოსთვის ან შეკერილი იქნებ საერთოდ. მაგრამ არ დაპატიჟეს. მარკო რუბიომ საქართველოს არ მიიწვია ტრანსატლანტიკურ სადილს, სადაც იყო ყველა ვინც კი გაახსენდა ზოგადად. არა მხოლოდ ნატოსა და ევროკავშირის კანდიდატები, სომხეთი და აზერბაიჯანიც კი იყვნენ. საქართველოს კი აღარ იყო. არ იყო. ერთის მხრივ გულსატკენია რომ არ იყო, მაგრამ მეორეს მხრივ რამხელაშოებაა რომ არ იყო და კიდევ ერთხელ არ მოგჭრა თავი. როგორც ჩვევია, ბორიას კიბურგის სახით რაღაც საოცრებებს რომ ლაპარაკობს ხოლმე. დანარჩენებმა ნორმალურებმა ილაპარაკეს უკრაინაზე, იმავე სომხეთ აზერბაიჯანზე, ირანისა და ჩინეთის შეკავებაზე და გლობალურად რუსეთის ალაგმოაზე. რა თქმა უნდა, იქ შეკრებილები ყველამ იცოდა, რას მოისმენდა ამაზე ბოჭორიშვილი ივანაშვილისგან. ეგ ჩვენც ვიცით. ამიტომაც არ აიტკიეს თავი და პუტინის ბოდვაზე დრო არ დაკარგეს და არ გაუგზავნეს მიწვევა. ასე გადაგვარჩინა მარკო რუბიომ კიდევ ერთ საშვილიშვილო სირცხვილს. იმედია, მაკაბოჭორიშვილს სამიულინებო თანხა მაინც ჰქონდა წაღებული, რომ შეერი არ დარჩენილიყო ნიუ-იორკში. შეურაცხყოფილი, მაგრამ მაცხარი.